დღეს ახალი სტილით 16 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მამაი კათოლიკოს ღირს მიქაელ და არსენ ულუმბოელებს, წმინდა მოწამეებს ტიმოთეს და მავრას, ღირს პეტრეს საკვირველთმოქმედს, არგოსელ ეპისკოპოსს და ღირს თეოდოსის, კიეվել იღუმენს. ღირსი მამები მიქაელ და არსენ ულუმბოელები იერუსალიმის პატრიარქის სერგის თანამედროვენი იყვნენ და მე-9 საუკუნეში მოღვაწეობდნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებაში ვკითხულობთ წმიდათა მამათა ჩვენთა მიქაელ და არსენ, რომელთა აღაშენეს ულუმბოი. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს დაუარსებიათ ქართული სამონასტრო კერა ულუმბოზე. პავლე ინგოროყვას აზრით წმინდა არსენი არის ღირსი მამის გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. კაცი შვენიერი, კეთილი მონაზონი სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა. ღირსი არსენი ხანძთიდან პალესტინას გაემგზავრა, საიდანაც მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დამკვიდრდა. 20 წლის შემდეგ, როცა წმინდა ილარიონ ქართველი ულუმბოზე ჩასულა, იქ მხოლოდ 3 ქართველი დახვედრია, სავარაუდოდ ღირსი მამების, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგან. საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, წმინდა მოსაგრენი მიქაელი და არსენი წმინდანთა დასში შერაცხა. დღესვე წმინდა ეკლესია იხსენიებს ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებულ კეთილმსახურ ცოლ-ქმარს, ტიმოთეს და მავრას. წმინდა ტიმოთე მღვდლის შვილი იყო. იგი ეგვიპტის თებაიდაში, სოფელ პერაპიაში ცხოვრობდა და მედავითნად მსახურობდა. მისი მორჩილება იყო აგრეთვე საღვთისმსახურო წიგნების დაცვა და გადაწერა. შურით ახსილმა მისმა მტრებმა წმინდანი მმართველ არიანესთან დაასმინეს. დაუთხრეს, რომ იმპერატორის მიერ აკრძალულ წიგნებს ინახავდა. წარმართი იმპერატორი ცდილობდა, რა ძირფესვიანად ამოეძირკვა ქრისტიანობა, შეიპყრო წმინდა ტიმოთე და საეკლესიო წიგნების ჩაბარება მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, განრისხდა და მისი წამება ბრძანა. უფლის აღმსარებელი მამაცურად იტანდა განსაცდელებს, მადლობდა და ევედრებოდა უფალს მოთმინება მიენიჭებინა მისთვის. იმპერატორმა გაიგო, რომ მარტვილს მეუღლე ჰყავდა, სახელად მავრა და ისიც დაატუსაღებინა. ქმარმა გაამხნევა ქალი და მოუწოდა მასაც უშიშრად განეცხადებინა, რომ ქრისტესთვის მზად იყო დაეთმინა ყოველგვარი განსაცდელი. მეუღლისგან გამტკიცებული მავრა ასეც მოიქცა. არიანეს ბრძანებით მას თმები დააგლიჯეს და ხელის თითები დააჭრეს. შემდეგ ადუღებულ წყალში ჩააგდეს, მაგრამ უფალმა უვნებელი დატოვა თავისი რჩეული. მმართველმა იფიქრა, რომ მსახურებმა ქვაბში ცივი წყალი ჩაასხეს და გადაწყვიტა თვითონ შეემოწმებინა. დუღარით ხელდამწვარი არიანე შეძრწუნდა სასწაულით. ირწმუნა ქრისტე და ბრძანა გაეთავისუფლებინათ ქალი, მაგრამ ვოროტისაგან კვლავ დაუბნელდა გონება. უკან დააბრუნებინა მსხვერპლი და კიდევ უფრო საშინელი სატანჯველებით აწამებინა იგი. აღშფოთებულმა ხალხმა მმართველს მოსთხოვა შეეწყვიტა უდანაშაულო ქალის ტანჯვა, მაგრამ წმინდა მავრამ დაამშვიდა ხალხი და უთხრა, რომ მისი ერთადერთი დამცველი მხოლოდ უფალი იყო. ხანგრძლივი გვემის შემდეგ არიანეს ბრძანებით ცოლ-ქმარი ჯვარზე გააკრეს. მეათე დღეს აღესრულნენ ისინი. მოგვიანებით კონსტანტინეპოლში აშენდა მათი სახელობის ტაძარი და დადგინდა მათი ხსენების დღე. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.